მე ვარ პროფესორი თეიმურაზ შიგობიძე, დღევანდელი მოკლე ინფორმაცია იქნება მიმართული სქესობრივი გზით გადადებული ინფექციებთან დაკავშირებით. ფრიხამონიაზი დღესაც აქტუალურია, იმიტომ ყოველწლიურად მსოფლიოში 180 მილიონი პირველადი შემთხვევა ვლინდება ამ დაავადების. ეს არის სქესობრივი გზით გადადებული ინფექცია, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში ხდება, მან შეიძლება ტემპერატურა 25-27 გრადუსი, ორგანიზმის გარეთ იგი იღუპება. ერთეუჯრედოვანი პარაზიტი დაცხის აღების დროს თუ ავიღებ, ჩავიხედოთ, იგი შოტებით მოძრაობს და დიაგნოსტიკა მისი საკმაოდ ადვილი სირთულეს არ წარმოადგენს. ინკუბაციური პერიოდი მისი 4-28 დღეა. ქალებში მწვავედ ვლინდება ვულვოვაგინიტის, არის ხოლმე გამოდადენი მოყვითალა მოწვანო ფერის და ქალბატონები იზოლები არიან რომ მიმართონ ექიმს. მაგრამ სამწუხაროდ მამაკაცებში არავითარი კლინიკური გამოვლინება არ არის ხოლმე ამ დაავადების დროს. და ისინი თავს ჯანმრთელად თვლიან და ამიტომ შორს წასულ შემთხვევაში მამაკაცებში იწვევენ ისეთ დაავადებას, როგორც არის პროსტატიტი, რომელიც შემდგომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ იგი განიკურნოს. ეს დაავადება იწვევს ურეთის სტრუქტურას და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორც არის ვეზიკულიტი და გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი, ანუ სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. მას არ აქვს არც თანდაყოლილი, არც შეძენილი იმუნიტეტი. შეიძლება პაციენტი სრულად განიკურნოს ამ ტრიხამონისაგან, ერთი კოიტუსის შემდეგ ისევ მოხდეს რეინფიცირება. ამიტომ აუცილებელია, რომ წყვილობა ედროულად ikurnalოს. მას უნდა შეეწებოს ლეიკოციტებს, ერითროციტებს, მათი საშუალებით შეიცვალოს პოზიციები, გადაადგილდეს და რაც მთავარია, მათ გააჩნიათ ფაგოციტოზის ზუნარი. ხშირად ასოცირდება ტრიხამონთან ერთად ხლამიდია. ეს ხლამიდია ბაქტერია, უჯრედში და ინფექცია. სინამდვილეში ხლამიდია ეს არის ვირუსი, ვინაიდან იგი ბირთვს არ შეიცავს მისი უჯრედი. ის იწყებს გამრავლებას ამ ტრიხამონის უჯრედში. ვითარდება ესეთი სიტუაცია, როდესაც პარაზიტი არის პარაზიტში, უჯობესია რომ კურნალობა ყოველთვის დაიწყოს ტრიხამონის საწინააღმდეგოდ და ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს საკონტროლო ანალიზი და საკონტროლო ანალიზიდან პრიორიტეტში არის პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია. შეიძლება პაციენტი კლინიკურად თავს გრძნობს კარგად, მაგრამ არ მოხდეს ამ პარაზიტების სრული ერადიკაცია, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ ისევ მოხსენს რეციდივს. გასათვალისწინებელია, რომ ხლამიდია პროსტატის აიწვევს, განსხვავებით ტრიხამონისაგან იგი პროსტატის ტოვებს, ისიც იწვევს ეპიდიდიმიტს, მას შეუძლია გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, თვითონ სასქესოასოს გლანსზეც კი შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული სპეციფიური დამახასიათებელი ცვლილებები. ხლამიდის მკურნალობა ცოტა ხანგრძლივი არის. როდესაც იგი უჯრედში შიგნით არის, იგი ძალიან ძნელად მისაწვდომი არის ანტიბიოტიკების მიმართ. მაგრამ განვითარების გარკვეულ ეტაპზე გასამრავლებლად იგი ტოვებს უჯრედის შიგნავს, გამოდის გარეთ და გამრავლების პერიოდში მისთვის საკმარისია სულ მცირე კონცენტრაციით ანტიბიოტიკი, რომელზეც ხლამიდია თლიანად იღუპება. თლიანად რომ ეს პროცესი ჩასწავლეს, თლიანად მოიაროს, ამას სჭირდება 21-დან 40 დღემდე, ამიტომ უფრო ხანგრძლივად სჭირდება მას მკურნალობა. მკურნალობა ჯობია დაიწყოს თვითონ ტრიხამონის საწინააღმდეგოდ და უფრო ეფექტური იქნება შემდგომ დანარჩენი ინფექციების მოსასპობად. ვისურვებთ უღრას ჟალტებას.